გამარჯობა, მოგესალმებით პატრიცემელო მსმენელო. ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს ქრისტიანული ფერთამეტყველების შესახებ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საფირონის სახისმეტყველებაზე და იგი წარმოგვიჩნდა როგორც მდინარე იორდანის მომნიშნელი სიმბოლო და ამასთანავე შესამოსელი ეკლესიის როგორც ნათლისღების წყლის გამომხატველი. მაგრამ ამ სიმბოლოს განმარტების დროს მასთან მოუცილებლად გამოჩნდა მეორე ფერი და გავიმეორებთ თუ შეიძლება ამას. ეს არის ეპიფანე კვიპრელისეული განმარტება საფირონის, სადაც ის ამბობს, რომ ის ქრისტეს ეკლესიის მოუცილებელი სამკაულია, როგორც ნათლისღების წყალი, რა თქმა უნდა, გოლგოთის სისხლთან ერთად. და ეს არის სამკაული ეკლესიის. ჩვენ ვხედავთ მაგალითად ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის საკურთხევლის გამოსახულებას, სადაც საყდარზე დაბრძანებული ღვთისმშობელი შემოსილია სწორედ ორი ფერით. მისი კაბა არის საფირონის ფერი, ხოლო მოსასხამი კი ქრისტეს სისხლისფერი, ანუ პირობითად მას შეიძლება უწოდოთ ძოწისფერი. მაგრამ თვითონ ამ ძოწისფერობის, სისხლისფერობის განმარტებაზე მიგვანიშნებს თავად ეპიფანე კვიპრელი, როდესაც მას მოჰყავს განმარტება ესაიას წინასწარმეტყველებიდან. დავსხნე ქვანი შენი ვითარცა იაკინთისანი და საფუძველნი შენი ვითარცა საფირონისანი აღმართე და აქაც ერთისა შემდგომად არიან იაკინთეი და საფირონი, რამე თუ იუდა მეუფებისასა მოგვასწავებს და დან მსაჯულებისასა. აქ რაზე ამახვილებს წმინდა მამა ყურადღებას, რომ თუ დანი არის საჯულთა თავი დასაბამი დანის ტომიდან დასაბამს იღებს საჯულთა ინსტიტუტი, იუდა კი არის იუდა სიმბოლო კი არის იაკინთე. აქაც ერთმანეთის შემდგომად არის, ანუ აქ იგულისხმება რომ ჯერ იაკინთეა და შემდეგ საფირონი და საჯულებას და მეუფებას მოგვასწავებსო ერთდროულად. ეხლა რატომ არის საგულისხმო ეს ორი თვისება? საქმე ის არის, რომ იესო ქრისტეს, როგორც განკაცებული ღმერთის თვისობრიობას გამოხატავს როგორც მსაჯულება, ისე მეუფება. საქმე ის არის, რომ უფალი იესო ქრისტე, რა თქმა უნდა, სრულად ღმერთი, ძეღმრთისა და წმინდა სამების მეორე წევრი, ამასთანავე არის მსაჯული და მისი მსაჯულება გამოფწყინდება სწორედ მეორედ მოსვლის დროს, როდესაც ცეცხლით მობრძანდება უფალი და სამწყარო აღსრულდება ცეცხლით, მართალნი აღდგებიან მკვდრეთით და მსაჯული ცეცხლით გაწმენს ცოდვილებს და მართლებს ერთმანეთისგან და ხორბალი შეგროვდება ზეციური იერუსალიმში, ხოლო ბზე დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში. ასე რომ, იაკინთე, როგორც ქვა, შეიძლება ითქვას, არის გასაღები იმისა, თუ რას გულისხმობდა წმინდა ეპიფანე კვიპრელი, როდესაც მან დააჯგუფა ერთად ნათლისღების წყალი და გოლგოთის ჯვარცმა. მაგრამ იაკინთეს განმარტება კიდევ უფრო ღრმა სახისმეტყველებას გვაძლევს. ვკითხულობთ ისევ წმინდა ეპიფანესაგან. თვალი იაკინთეი, ყოვლადვე სისხლისფერ და ნაკვერცხლისფერ. სისხლისფერ ამით, რამე თუ სისხლისა მით მხოლოდ შობილისა ძისა ღვთისა თაითა იხსნეს ყოველნი ნათესავნი. და ცეცხლის და ნაკვერცხლისფერ ამით, რამე თუ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან განსაჯნეს ცხოველნი და მკვდარნი დიდებულებით მოსვლასა მას თვისა. აღსანიშნავია, რომ თვითონ თვალის დახასიათების დროს წმინდა ეპიფანე ხაზს უსვამს იმას, რომ იაკინთე, ჩვენთან ეკრანზე ჩანს ძალიან საინტერესო გამოსახულება, იაკინთე აერთიანებს მოუცილებლად და განუყოფლობად ცეცხლისფერობას და სიმუქეს, სისხლისფერობას ერთდროულად. ახლა აქ ძალიან საინტერესო საკითხი იჩენს თავს, კერძოდ რას ნიშნავს იაკინთეს სისხლისფერობა და რას ნიშნავს ცეცხლისფერობა.
სისხლისფერობა ნიშნავს მუქ ძოწისფერს, ანუ მას სხვაგვარად მეწამულით შეიძლება ვუწოდოთ. მეწამული ფერი არის ყველაზე ძლიერი ფერი სპექტრში. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ფერთა აღქმა უფალმა ასე განსაზღვრა, რომ ჩვენი აღქმის მაქსიმალური ყველაზე ძლიერი ფერი აღქმაში არის მეწამული, ხოლო ყველაზე სუსტი და დაბალი არის იისფერი. ეს ჩვენი დიაპაზონია. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს მეწამულზე, ანუ ძოწისფერზე კიდევ უფრო ძლიერი ფერი სამყაროში, ისევე როგორც იისფერზე კიდევ უფრო სუსტი. აი მისი პარალელი, ამ დიაპაზონის პარალელია ჩვენთვის პირობითად კლავიატურა ფორტეპიანოსი, სადაც ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი ბგერები უკვე ეფარებიან შემდეგ ჩვენს აღქმას. ახლა საინტერესოა ის, რომ ძოწისფერი, იგივე მეწამული, ყველაზე ძლიერი ფერით შეღება უფალმა, ასე ვთქვათ, მონიშნა და იმავე ფერისა არის სისხლისფერი. აქ ჩვენ აუცილებლად უნდა განვმარტოთ, თუ რის გულისხმას ყოფას გვაძლევს ეს. ერთი ის მხრივ გამოდის, რომ ძოწისფერი არის ყველაზე ძლიერი ფერი და ფერი მეუფებისა, როგორც სიძლიერის გამომხატველი, ამასთანავე ფერი მსხვერპლის. მსხვერპლი კი მოგეხსენებათ, არის ნებაყოფლობითი მინებება ამ შემთხვევაში მაცხოვრის სიკვდილისათვის. უფალმა მსგავსად ცხრისა ხმა რა მოიღო გოლგოთაზე ჯვარცმის დროს და ამ აღთქმის წინასახეთ მოგვცა ჩვენ ცხვრის სახისმეტყველება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ, იგივე ეპიფანე კვიპრელი განმარტავს, რომ ცხვარი კვდება ხმისა მოუღებლად, ხოლო იმდენად ძლიერია, რომ ის ფეხით თრგუნავს გველს, სადაც ცხვარი აი გველი ვერ პოვებს არსებობას. ანუ რა იგულისხმება აქ? იგულისხმება ის, რომ უფალი იესო ნებით იღებს სიკვდილს, რათა გვიხსნას ჩვენი დაცემისაგან, გამოგვიხსნა მან უკვე, ხოლო თავისი ბუნებით და თავისი წარმოუდგენელი სიძლიერით თრგუნავს ბოროტებას, თრგუნავს სატანას. ასე რომ, აი ეს სისხლი და მეუფება ერთდროულად თითქოს ურთიერთგამომრიცხავი სინამდვილეში ერთი ფერით არის მოცემული. ახლა მე მინდა აგრეთვე თქვენი ყურადღება მივაქციო კიდევ ერთ ძალიან საინტერესო განმარტებას. ეს არის ჩვენი დიდი ლექსიკოგრაფის სულხან საბას მიერ განმარტებული პორფირი და ბისონი. ის ასე გვეუბნება. პორფირი და ბისონი, სისხლის სფერობა მეფეთა და მღვდელმთავართა სამოსლად მოასწავებს, რათა დასთხიონ სისხლი მათი, ვითარცა ქრისტემან ერისათვის. არაჩვეულებრივი განმარტება და გვიჩვენებს, რომ მეფობა არის არა ძალმომრეობა და არა დიქტატურა, არამედ მსახურება, რაზედაც უფალი სახარებაში გვეუბნება, რომ ვისაც უნდა იყოს ყველაზე ძლიერი, ის უნდა იყოს მსახური. წმინდა ნიკოლოზის ტროპარიც ამასვე გვეუბნება, ხო? რომ სიმდაბლითა სიმაღლე და სიგვახაკითა სიმდიდრე. აი ეს არის გზა ქრისტესი, რომელიც მათ თვითონ გაიარა და რომელიც თვითონ გიჩვენა. ასე რომ სისხლის სფერობა და ძლიერება ერთდროულად მოუცილებელია ერთმანეთისაგან. ქრისტიანული მხატვრის პრაქტიკა სიღრმისეულად განიხილავს ამ თვისობრიობას სისხლის სფერობის და მე ხა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან საინტერესო ნიმუში, ეს არის ანდრეი რუბლოვის მიერ დახატული სამება, სადაც ცენტრში წარმოდგენილია ანგელოზი, რომელიც ყველა იკონოგრაფიული ნიშნით არის გამომხატველი იესო ქრისტეს მადლისა ჩვენდამი. კერძოდ მას აცვია წითელი ტანსაცმელი, ის რაც და ლურჯი მოსასხამი. ეს ფერები სხვა შემთხვევაში, ძირითადად ქრისტიანული იკონოგრაფიის პრაქტიკაში არის ცეცხლისფერი წითელი. მაგრამ ამ შემთხვევაში მხატვარმა აიღო
მუქი ძოწისფერი. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე აქ უშუალოდ აკურთხებს ჭურჭელს, რომელიც არის სიმბოლო ბარძიმის, გამოხატულება ქრისტეს მსხვერპლის, ქრისტეს ზიარების და ამდენად ფერთა მეტყველებით აქ მხატვარმა გააძლიერა სწორედ სისხლისფერობა, აი იაკინთის ორი ფერიდან. შემდეგ ძალიან საგულისხმოა თვითონ იაკინთის სხვა ფერთა მეტყველება. ეს არის მისი ცეცხლის სფერობა. რას ნიშნავს ცეცხლის სფერობა? როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის სამყაროს აღსასრული ცეცხლით, მაგრამ ამასთანავე ეს არის სამყაროს აღსასრული ცეცხლით. მაგრამ ცეცხლს აქვს წარმოუდგენელი სახის მეტყველება. დიონისე არეოპაგელი მის ფერადოვნებას მონიშნავს წითლით. და ახლა რატომ წითლით? ის გულისხმობს იმას, რომ მისტიკურად ცეცხლი, სისხლი და ასე შემდეგ არის წარმოუდგენელი და თვალშეუდგამი სიღრმის და სიმაღლის, ამიტომ ჩვეულებრივ ჩვენ მათ სხვაგვარად ვერ აღვიქვამდით, თუ რომ არ მიენიშნებინა სახის მეტყველებას მიწაზე მცხოვრები ადამიანის აღქმის დიაპაზონისთვის. და აქედან გამომდინარე, ცეცხლი არის წითელი ფერი და წითელი იქცა სიმბოლოდ სწორედ აი ამ სტიქის. ეხლა მე მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ გამოსახულებაზე, რომელიც ჩვენ ეკრანზე ჩანს. ეს არის ყველასთვის ცნობილი სწრაფშემსმენელი ღვთისმშობლის ხატი, რომლის შესამოსელი საკვირველად აერთიანებს სისხლისფერობასაც და ძოწისფერობასაც. აქ წარმოდგენილი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, სწორედ ეკლესიის დასაბამიერი შესამოსლით, როდესაც მას მოსმული აქვს მისი მაფორიონი არის იაკინთის ფერი, ანუ სისხლის და ძოწის სფერობა, სისხლის და ცეცხლის სფერობა აქ შეხამებულია ერთმანეთთან. აი კიდევ ერთი სიმბოლო მინდა, ერთი წმინდა წერილიდან ერთი ფრაგმენტი მინდა მოგიყვანოთ. ეს არის სისხლის და ცეცხლის ერთიანობის საკვირველი სახე, ისევ წმინდა ესაია წინასწარმეტყველის ტექსტიდან. იგი გვიჩვენებს გამოცხადებას, მის წარდგომას უფლის წინაშე და აი ასეც რაიმეს ყვება. და მოფრინდა ჩემთან ერთი სერაფიმთაგანი. მის ხელში კი ნაკრცხალი იყო, რომელიც მარწუხით აიღო მან სამსხვერპლოდან და შემახო ბაგეზე და თქვა: აჰა, შეეხო შენს ბაგეებს და ჩამოგცილდა შენი ურჯულოება, მოგეტევა შენი ცოდვა. ესე იგი, აქ ნაკრცხალი და ცეცხლი არის სიმბოლურად ერთიანად წარმოდგენილი, მაგრამ საგულისხმოა ესაიას ამ ფრაგმენტის განმარტება. როგორ განემარტება იგი? უფრო სწორად ასე არის ინტერპრეტირებული, რომ მარწუხი არის ცეცხლი, ხოლო ის რაც სერაფიმა მარწუხით აიღო, ანუ ცეცხლით აიღო საკურთხევლიდან, თვითონ ნაკვერცხალი არის ვნებული ქრისტეს სისხლი და ხორცი ერთად. ანუ ქრისტეს ზიარება და საღვთო ცეცხლი აქ ერთმანეთს კიდევ ერთხელ უკავშირდება. აქვე არ შეიძლება არ გავამახვილოთ ყურადღება თვითონ მსხვერპლის კიდევ ერთ თვისობრიობაზე, ანუ ძოწისფერის კიდევ ერთ თვისობრიობაზე. ეს არის მსხვერპლის განსაკუთრებული ძალა. ჩვენ წერან თქვით, რომ უფალმა მსხვერპლი მონიშნა ძლიერი ფერით, მაგრამ იგივეზე ძალიან მნიშვნელოვანს რაიმეს გვაუწყებს სახარებაში, როდესაც ლაპარაკობს ხორბლის მარცვალზე. ხორბალი რა თქმა უნდა უქროსფერია, ჩვენ ამ სიმბოლოს ალბათ თუ მოვად რო ცალკე შევეხებით, მაგრამ ხორბლის ერთი თვისობრიობა ძალიან საინტერესო კონტექსტს პოუპლობს სწორედ იაკინთის სახის მეტყველებასთან. კერძოდ უფალი რას გვეუბნება? უკე თუ ხორბალი არა ჩავარდეს, მარტო იმ ხოლო ეკოს, მაგრამ თუ ჩავარდა მიწაში და მოკვდა, ნაყოფი მრავალი გამოიღოს. აი აქ ჩანს საოცარი განმარტება იმისა, თუ რატომ არის ძლიერი მსხვერპლისფერი, ანუ ძოწისფერი, რადგან
ახალი ძალა, ახალი შესაქმე ადამიანის ნებით და ღმერთთან თანამშრომლობით იბადება მხოლოდ მსხვერპლის გაღების დროს. და რა არის მსხვერპლი? ეს არ არის უბრალოდ ნებისმიერი სიკვდილი. მსხვერპლი არის უპირველეს ყოვლისა უკიდეგანო სიყვარულით გაღებული სრული მსხვერპლშეწირვა, რისი აღუმატებელი სახეც ჩვენთვის არის გოლგოთისეული მსხვერპლი უფლისა. აქედან გამომდინარე უკვე იკვრება წრე და ხდება გასაგები თუ რატომ არის ჩვენთვის ძოწეული, მოცემული როგორც ყველაზე ძლიერი ფერი. და სწორედ იაკინთე ქვა იუდასი გვიჩვენებს ამ სახისმეტყველებას. ეხლა აქვე მე მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო კიდევ ერთ მომენტზე. იუდა, ოღონდ ეს არის რა თქმა უნდა იუდა არა ისკარიოტელი, არამედ იუდა იაკობის ძე, თუ რატომ არის ასეთი ძლიერი ქვით წარმოდგენილი, ასეთი საოცარი სახისმეტყველებით ცეცხლისა და სისხლის, რადგან იუდა მოგეხსენებათ არის წინასახე, იუდას ტომიდან დაიბადა შტო, რომლიდანაც იშვა დავით წინასწარმეტყველი და შემდეგ, რა თქმა უნდა, უფალი იესო ქრისტე. რატომ? რადგან ერთ-ერთი რაც იუდამ გვიჩვენა, ეს არის სწორედ მსხვერპლშეწირვის საკვირველის სახე. როდესაც ეგვიპტეში იმყოფებოდა იაკობის 12 ძე და იოსები იტოვებდა მძევლად ბენიამინს, მაშინ იუდამ მოგეხსენებათ ასეთი რამ თქვა, რომ ის მამას ძალიან უყვარს ყველაზე მეტად და ამიტომ მის მაგივრად მე დავრჩები. ანუ იუდამ გვიჩვენა მზაობა იმისა, რომ ის მსხვერპლად გაიღებდა თავის არსებას მამისათვის. და ამაში არის გარკვეული არა პირდაპირი, მაგრამ ალუზია და ანალოგია იმისა, თუ რატომ იქნა იუდა პატივდებული აი ეგზომ კურთხევით, რატომ გახდა იგი თავი უფლის განკაცების, უფლის შტოსი. აი ხო ჩვენთან წარმოდგენილია კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ხატი ეკრანზე. ეს არის ხარების კიდევ ერთი ვერსია, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შემოსილია ცოტა ინვერსიულად, კერძოდ მას მოსავს ლურჯი მოსასხამი, როგორც გელათის ღვთისმშობელზე ვნახეთ წინა საუბრის დროს და აცვია სწორედ იაკინთისფერი კაბა, რომელიც არის ცეცხლის და ძოწისფერის ერთობა მოუცილებლად. ჩვენ ვნახეთ იაკინთის ქვის სახისმეტყველება, მისი ფერობა, რომ აი მართლაც ნაკვერჩხალისებრად ღვივის და ამასთანავე მასში ამოიცნობა მეწამული სახისმეტყველება. ამგვარადვეა შემოსილი ღვთისმშობელი ამ ხატზე. აი როგორ შეიძლება ეს ავხსნათ? ნუ უკვე თქვით ამის შესახებ, რომ სილურჯე მისი მოსასხამისა არის ნათლისღება, ხოლო ტანსაცმელი იაკინთისფერი, მაგრამ ღვთისმშობელი კიდევ რა მომენტებით შეიძლება იყოს შემოსილი იაკინთის ტანსაცმლით, კერძოდ ის არის ჩვენ ვიცით მისი უდიდესი საგალობლიდან უპატიოსნეს ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესთა სერაფიმთასა, თვით სერაფიმთა ცეცხლოვან დასზე აღმატებულია, ღვთისმშობელი არის შეუწველი მაყვალი, რომელმაც თავისი უკიდეგანო სიწმინდის გამო შექმნა ყოვლადწმინდა ჭურჭელი, შეიქმნა ის როგორც ყოვლადწმინდა ჭურჭელი, რომელშიც გახდა შესაძლებელი უფლის განკაცება. ამდენად ღვთისმშობელი არის საღვთო ცეცხლის იმგვარი წიაღი, რომელიც არ შეიწვა და პირიქით თავის ყოვლადწმინდა საშოთში შეიწყნარა საღვთო ცეცხლი და ამასთანავე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის წიაღი უფლის განკაცებისა, რაც გულისხმობს იმას, რომ მის სხეულში, მისი ხორცისა და სისხლისაგან იქნა მოგწოვილი უფლის საღვთო სხეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის სწორედ ამ სახისმეტყველმა, ამ მხატვარმა ეს თვისობრიობა წარმოაჩინა აქ. ახლა შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ ასეთი კითხვა, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ალბათ შეიძლება ამასაც გავცეთ პასუხი, საიდანაც იციან ეს ხატმწერებმა. ეს ცოდნა გონებითია თუ როგორ იბადება ადამიანში.
ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ ხოლმე ადამიანები, როდესაც ისინი ეცნობიან სახისმეტყველებას, განსაკუთრებით ეს საგულისხმოა, როდესაც მხატვრობას ეხება საქმე, იმიტომ რომ ხელოვნება, ცოდნეობა, უпростоრად ანალიზი, მოდით ასე ვთქვათ, ანალიზი გვიჩვენებს ამ გამოსახულებათა სიღრმისეულ მეტყველებას, მის სახისმეტყველებას და ამ დროს კითხულობს მენელი, კი, მაგრამ მან ეს ყველაფერი იცოდა, ვინც ხატავდა. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, საკითხი, რომელსაც ჩვენ ასე შეიძლება გავცეთ პასუხი. გამომდინარე, რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველებიდან, რომ უფალმა ისე შექმნა ადამი, რომ მიანიჭარა მას თავისუფალი ნება, შექმნა მთელი სამყაროს გვირგვინად, მაგრამ ადამიანის გული აისო სრული ცოდნით, რაც კი ადამიანს და ზოგადად მთელ კაცობრიობას შეუძლია დაიტევოს. და ეს გამოჩნდა კიდეც, ძალიან საინტერესო საკითხია, როდესაც უფალმა ედემში ცხოველები წარუდგინა ადამიანს და დაავალა მათთვის სახელების დარქმევა. და ამ დროს ადამი ამბობს სახელებს ცხოველებისა და ამას უფალი ეთანხმება და არაჩვეულებრივად განმარტავს ამას წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც ამბობს, რომ ამ მომენტში ადამი იყო ჯერ კიდევ უცოდველი, დაუცემელი, ამიტომ სულიწმინდა ლაპარაკობდა და რაც მთავარია ამ დროს გამოჩნდა, რომ ცოდნა არის ზიარი. ეს სახელები ჯერ ღმერთმა დაარქვა ცხოველებს და შემდეგ ადამი ვიმეორებ ისევ დაუცემელი და სულიწმინდასთან მყოფი, სულიწმინდით შემოსილი ამ სახელებს იმეორებს. ეს რას ნიშნავს, რომ ცოდნა ადამიანს მიანიჭა ღმერთთან. და ისევ იოანე ოქროპირისეული განმარტებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ადამიანის დაფარული ცოდნის გაცხადება და აქტივირება, თუ ის სულიწმინდასთან თანამშრომლობს, სულიწმინდის მადლის ქვეშ არის, სულიწმინდის კარნახით აზროვნებს და ცხოვრობს. და ჩვენ ისიც ვიცით, აქვე ისევ შეგვიძლია ნათლისღებას დავუბრუნდეთ, რომ წმინდა ნათლისღების საიდუმლო ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი ის, როდესაც ხდება ძველი ადამიანის წარხოცვა, ადამიანის ძველი ადამიანის, ასე ვთქვათ, პირობითად შთაფლა და დამარხვა ნათლისღების წყლებში და იბადება ახალი ადამიანი, სრულიად სუფთა, როგორც ეუმანუილი და ამ ნათლისღების დროს მიიღება რა ბეჭედი სულიწმინდისა, იწყება წარმოუდგენელი კრეატიული პროცესი, თანამშრომლობა ადამიანისა ღმერთთან და თუ ადამიანი ამ მადლისგან არ განეშორება და ის ხდება ბოლომდე ჭურჭელი სულიწმინდისა, როგორც ასევე გვეუბნება ღვთისმეტყველება, მაშინ იგი ადამიანით გახდება ახალი ცოდნის დასაწყისი. ალბათ აქვე შეიძლება ითქვას წმინდა გრიგოლ ნოსელიც ლაპარაკობს ამის შესახებ, როდესაც ის სამყაროს დაბადებიდან, წერტილიდან დაბადებაზე ლაპარაკობს, გვეუბნება, მიმართავს კითხვას და ეუბნება, რომ თუ შენ გინდა ამგვარი რამ გაიგო, მე არავისთან გაგიშვებ, არამედ ილოცე და ლოცვით შენში არსებული მთელი ცოდნა გააქტიურდება. აი ეს არის სწორედ ის მექანიზმი, ანუ სულიწმინდის მოქმედებულობა, რომლითაც ზოგადად კაცობრიობა, ქრისტიანი მართლმადიდებელი კაცობრიობა და ამ შემთხვევაში ქრისტიანი ხატმწერები იღებენ ინსპირაციას, თაგონებას სულიწმინდისაგან და აკეთებენ აი ასეთ საკვირველ ვარიაციებს სახისმეტყველებაში. ნებამვიდბოდეთ დღეს ამით დაგემშვიდობოთ და შემდეგ გავაგრძელებთ რამდენიმე საუბარს ქრისტიანული ფერთა სიმბოლიკის ზოგიერთ გამოხატულებაზე. ვეცდებით, რომ ეს იყოს გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოზაიკასთან მიმართებაში. გმადლობთ.